თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის თემამ აქტუალურობა არც დღეს დაკარგა. სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ სააკაშვილის წერილების ასლები, რომლებიც თბილისიდან საფრანგეთში გასულ წელს გადაიგზავნა. ამ წერილებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფრანგულ მხარეს თხოვდნენ არ დაუშვან კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადაცია და გაათავისუფლონ იგი გირაოთი, იმ მოტივით, რომ დავით კეზერაშვილი პარტიის მთავარი დამფინანსებელია. ყოფილი თავდაცვის მინისტრის გვარი დღეს რამდენჯერმე ახსენა პრემიერმა ღარიბაშვილმაც. რა კონტექსტში ამას ნიკა მოლოდინაშვილი გვიამბობს. ნიკა გისმენთ. დიახ სოფო, დღეს სააგენტო პირველმა გაავრცელა ორი წერილი, ერთი ეხება ნაციონალური მოძრაობის პარტიულ წერილს, ხოლო მეორე მიხეილ სააკაშვილის წერილს. ორივე წერილი შეიძლება ითქვას, რომ ერთი შინაარსის არის. წერილში საუბარია იმაზე, ისინი მთხოვენ საფრანგეთის სასამართლოს, რომ მოხდეს დავით კეზერაშვილის გირაოთი გათავისუფლება, რადგან ის ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიებში და ის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. დაეხმარება თუ არა დავით კეზერაშვილს თბილისიდან გაგზავნილი წერილები. სააგენტო პირველი ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ხელმოწერილ წერილებს ასაჯაროებს, რომელიც 2013 წლის 21 ნოემბრით თარიღდება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს უმცირესობის 27 დეპუტატი, დავით კეზერაშვილის გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას ეხება. წერილში კეზერაშვილის მხარდამჭერები მის ღვაწლზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მათ პარტიას საფრთხე ემუქრება. მას შემდეგ რაც კერძო სექტორში გადასასვლელად 2008 წელს მთავრობიდან წასვლა გადაწყვიტა და ბიზნესმენი გახდა, მას დაევალა გამოეყენებინა მისი ნიჭი და კონტაქტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ფინანსების მოზიდვაში. მთელი ამ წლების მანძილზე ის ფინანსების მოძიების კუთხით ცენტრალური ფიგურა იყო და პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიკოსად რჩებოდა. ის მონაწილეობდა პარტიის ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. ის იყო ერთადერთი, რომელიც იცნობდა ნებისმიერი კომპანიის პოტენციურ დამფინანსებლებს და იყო ერთადერთი, რომლებსაც დონორები ენდობოდნენ. პრეზიდენტის რანგში რამდენჯერმე გავემგზავრე მასთან შესახვედრად და ჩვენი სტრატეგიის განსახილველად. ფრანგულ სასამართლოს თხოვ აღიაროს, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირება პოლიტიკურად მოტივირებული მოთხოვნაა, რომელიც ყალბბრალდებებს ეფუძნება და შესაბამისად ვთხოვთ უარი თქვათ ექსტრადაციის მოთხოვნაზე. დავით კეზერაშვილი ბოლო დრომდე იყო ერთ-ერთი უმთავრესი ორგანიზატორი და ფინანსების მომძიებელი პოლიტიკური აქტივობების მხარდასაჭერათა ჩვენი კამპანიის დამფინანსებელი საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნებისას. დავით კეზერაშვილის გარეშე ფინანსების მოძიების აქტივობები და პოლიტიკური პარტიის დაფინანსება საფრთხის ქვეშაა და ვეღარ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და იყოს სერიოზული პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. იმედი გვაქვს ფრანგის სამართალდამცველების, რომ ექსტრადიციაზე უარს განაცხადებენ, როგორც პოლიტიკურ მოტივირებულ მოთხოვნაზე. შეშფოთებულები ვართ დავით კეზერაშვილის პატიმრობაში დარჩენით და შესაბამისად ურყევად ვაცხადებთ, რომ ის უნდა გათავისუფლდეს საფრანგეთში არსებული რეგულაციების თანახმად გირაოს საფუძველზე, იმისთვის რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიეცეს პოლიტიკური აქტივობის საშუალება. ნაციონალურ მოძრაობაში ადასტურებენ წერილების ავთენტურობას, თუმცა მასში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. ამბობენ, რომ კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში დაუშვებელია, რადგან ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. წერილების გაგზავნის მიზნად კი პარტიულ თავდებობას ასახელებენ. ეს არის ის წერილები, რომლებიც სამწუხარო რეალობას წარმოადგენს. დიახ, ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა პოლიტიკური დევნისგან ჩვენი თანამებრძოლების დაცვის მიზნით, მათ შორის მსგავსი თავდებობის წერილების მომზადება. ამიტომ აქ უჩვეულოს მე ვერაფერს ვხედავ. მთავარი თემა რაც არის ამ განცხადებების გაკეთებაში, ეს არის უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება კეზერაშვილის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს დღეს სასამართლოებში, მოხდეს ერთგვარი ზეწოლა სასამართლოზე, მოსამართლეებზე, რათა მათ თავიანთი გადაწყვეტილებით ვერ შეძლონ ფორმირებულ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ დადონ გამომართლებელი განაჩენი კეზერაშვილისათვის. ეს არის მთელი პრობლემა. დავით კეზერაშვილის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა პრემიერის ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები კეზერაშვილის იარაღით უკანონო ვაჭრობაზე, ოფშორში დარეგისტრირებულ ანგარიშებზე, პარტიის დაფინანსებაზე და ბოლოს მის ექსტრადირებაზე დაუსვეს. პრემიერ-მინისტრმა იმ შეკითხვაზე, რაზეც მისთვის პასუხი უცნობი აღმოჩნდა, ჟურნალისტები ნაციონალურ მოძრაობასთან გადაამისამართა. პარტიაში დღეს არ უარყვეს, რომ კეზერაშვილი მათი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებმა მიიტაცეს ხელში ჩაიგდეს სხვადასხვა მექანიზმებით, სხვადასხვა ფორმებით სახელმწიფო ქონება. ძალიან უცნაურია და ამაში ვერავინ ვერ ამიხსნის, ამას ვერავინ ვერ ამიხსნის. ხო შორს კითხეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ერთ და იგივე კითხვას ატრიალებენ. მერაბიშვილზე რა ხდება, მერაბიშვილზე რა ხდება.
კითხეთ რა ხდება კეზერაშვილს და საიდან აქვს 800 მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2012 წელს. საიდან აქვს ამ ადამიანს მილიარდ ნახევრიანი ბრუნვა მის კომპანია, მის კუთვნილ კომპანიას. მას შემდეგ რაც ის გადავიდა კერძო სექტორში. ეს არის შოკის მომგვრელი, მე ვიტყოდი, ეს არის სკანდალური ინფორმაცია და ამის შეფასება საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა მოახდინოს. კეზერაშვილის და არც ერთი სხვა ბიზნესის თქვა დეტალები მე არ ვიცი და ფულის რაოდენობა და სხვა კერძო კომერციული კომპანიების ბრუნვების შესწავლილი ნამდვილად არ მაქვს და არც მაინტერესებს. მართალი გითხრათ, კეზერაშვილი იყო ბიზნესმენი, ის იყო ჩვენი გუნდის წევრი და ეს იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი. დავით კეზერაშვილი, ისე როგორც ბევრი სხვა ბიზნესის წარმომადგენელი, იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფინანსებელი, გარდა იმისა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო, გარდა იმისა, ის რა თქმა უნდა იყო ჩვენი თანამებრძოლი, თანაგუნდელი და თანამოაზრი, ის იყო მინისტრი. თავდაცვის შეგახსენებთ მანამდეც, ვარდების რევოლუციამდეც, ვარდების რევოლუციის დროსაც და შემდეგაც ის იყო ჩვენი თანამოაზრი და ჩვენი მეგობარი, ასე რომ თუ იმეს გონია რაიმე საიდუმლო აღმოაჩინა ძალიან ცდება. პროკურატურამ უნდა ჩაატაროს ძალიან სერიოზული სამუშაო, გამოძიება, როგორ ხდებოდა ამ ფინანსური წყაროების თავმოყრა ბატონ კეზერაშვილთან, როგორ გახდა ის მილიონერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იარაღის ვაჭრობასთან, საიდან მოხდა ოფშორულ ზონებში ამ თანხების გადინება, გამოძიებამ უნდა იმუშაოს ძალიან სერიოზულად. კეზერაშვილის პოლიტიკურ წონაზე ლეგალურ და არალეგალურ ბიზნესებზე მოსაზრებები დღეს ექსპერტებმაც გამოთქვეს. სიცკარიშვილმა მაგალითად საქნავთობში მისი რამდენიმე თვიანი მოღვაწეობა გაიხსენა, როდესაც ქვეყნის ნავთობპროდუქტებს კეზერაშვილი ზემდგომების დავალებით დაეპატრონა. განცხადებების კეთების ნაცვლად კი ექსპერტთა მეორე ნაწილი პროკურატურას მტკიცებულებების მოპოვებას და სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას ურჩევს. ამის პრაქტიკა პირადად გამაჩნია, როდესაც 2004 წელს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი კეზერაშვილი უხეშად ჩაერია საქნავთობის საქმიანობაში და დაიწყო თავად განაწილება საქართველოში მოპოვებული ნავთობის. მაშინ სულ რაღაც 3-4 თვით გახდით საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. შეუთვალე რომ მითხარი, ვინ გავალებს ასეთ რამეს. პასუხი იყო, თქვენ ხომ ვიცით, რომ მე მხოლოდ 3 კაცს ვემორჩილები ამ ქვეყანაში. ეს ადამიანი, რომელიც წელიწადის ცხოვრება საჯარო სამსახურში მუშაობდა, უცბად როდესაც გახდება წარმატებული ბიზნესმენი და საერთოდ ეს ჩვენი თანამდებობის პირების სენია და პოლიტიკოსების არ მუშაობენ არსად და კონებას ფლობენ. ჩვენ ბოლო პერიოდში ხედავთ მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს. ეს ამას აკეთებდა, იმას აკეთებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ ვხედავთ რეალურ სისხლის სამართლის საქმეებს და მათზე დამდგარ სასამართლო გადაწყვეტილებას. დავით კეზერაშვილის ექსტრადირების თარიღი ამ დრომდე უცნობი რჩება. მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთში რამდენიმე თვის წინ მიწოდებული მტკიცებულებების შემდეგ დამატებითი მასალები 2 დღის წინ გადაგზავნა. მოხდება თუ არა კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა, ამას საფრანგეთის სასამართლო გადაწყვეტს. წერილებთან დაკავშირებით და ასევე დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით შეფასებები მთავრობის წევრებმაც გააკეთეს. თვითონ ნაციონალების გააქტიურებას იმ მიმართულებით, რომ კეზერაშვილი არ იქნეს დეპორტირებული საქართველოში, მე მგონი ამას ახსნა არ ჭირდება, თუ რატომ აქვთ ამ ხელა შეშფოთება, იმიტომ კეზერაშვილი გახლავთ სააკაშვილთან ძალიან დაახლოებული პიროვნება, ამ ადამიანის სახით ძალიან ბევრი სიბინძურე უკავშირდება, ძალიან ბევრი კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ძალიან ბევრი კითხვები გააჩნია პროკურატურას და ამის გამო არის ნაციონალური მოძრაობის შეშფოთება, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადიცია საქართველოში. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან გაგზავნილი წერილი და პრეზიდენტის მხრიდან გაგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კავშირს, რომ კეზერაშვილი იყო მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის. და ასევე დიდი შეკითხვებია უკვე გაჩენილი, თუ როგორ შექმნა ეს ასე ვთქვათ ფინანსური რესურსები ბატონმა კეზერაშვილმა, ამასთან დაკავშირებით დაიწყება გამოძიება, ასე რომ ეს კავშირი ძალიან საინტერესოა პოლიტიკოსებისთვისაც, მედიისთვისაც და დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ჭეშმარიტება იქნება დადგენილი. მე შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილს საქართველოში ბრალი 2 საქმესთან დაკავშირებით აქვს აყენებული, მათ შორის სპირტის კონტრაბანდასთან და ასევე ტელეიმედის მითვისების საქმესთან დაკავშირებით.